დღევანდელი თან ჩელენჯი მთავარი იქნება კრეატიულობა. აი ჩემო ძმა. კიდესა. ცეცხლი! შენ დაზღვეული ყავს ეს მანქანა? ანუ აქ არ უნდა შეგეშინდეს, სამ თავარი არის. ნუ გეჩი. ოპა! ოპა! შესრულებულია? გამარჯობა მეგობრებო, დღეს გამარჯობათ მეგობრებო. მე და ჯუბა შევაჯერებთ ერთმანეთს და დავამტკიცებთ ვინ არის ყველაზე მაგარი დრიფტერი. ჯუბა გამოვა თავისი ლეგენდარული NSX-ით. მოგვიყევით ცოტა, მოგვიყევით ეს ცოტა არის ჯუბა. ამაზე გადაკრული გვაქვს კარბონის ის რა ქვია ფირი ოპა, ნახე რა და ამ ყველაფერში დეტალიზაცია. აეროდინამიკაში ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პულტიც ჩვეულებრივი არ არის, დანასტროიკებულია ეს პულტიც, დატუნინგებულია და მოხოვის კუთხემად გაზრდილი საკაიფო. როგორც ხედავთ, ჯუბა მომზადებული არის დღეს, მაგრამ ეხლა თქვენი მანქანა. მაგრამ აქ უკვე სხვა თემა მოდის, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, სრულად ტუნინგით, თავის დიზაინით, თავის ყველაფრით, დისკები ახალი, შიგნით რაღაცა პატარა ჩარევები, ჩემი Skyline-ი დღეს ტოლს არ დაუდევს, რა თქმა უნდა, NSX და ერთ სიტყვით მე და ჯუბა აი ამ ორი NSX-ი და Skyline-ი დავამტკიცებთ, ვინ უფრო მაგრა აკეთებს თანთებს, გავაკეთებს თანთებს, თამაში იქნება 3 ქულამდე და თქვენ შეაფასებთ, ვინ იქნება გამარჯვებული. კომენტარებიდან გამოვლინდება, ესე კომენტარებში თქვენ დაწერეთ, რომელი უკეთესად იulis, მე თუ ნიკა და თქვენ გამოვლინდ გამარჯვებას. ნუ ერთი და იგივე თანთებს გავაკეთებთ, მაგრამ ვინ უფრო კარგად გააკეთებს, მაგას ანუ ისიც შეგვიძლია რომ გავაძლიერო, ანუ გავართულოთ ეს თანთი ხო, ან მაგალითად მე რაღაცა ისე უნდა გავაკეთო, რომ ამან ვერ შეძლოს გართულება, თორემ თუ გაართულა, ნუ ალბათ მოიგებს. ყოველ შემთხვევაში უნდა გააკეთოს. ანუ მე მაგალითად 3-იც და თუ დამჭირდა სტანს გასაკეთებლად, ამასაც ექნება 3-იც და, მაგრამ მე თუ დამჭირდა 10-იც და ამანაც 10 თაში უნდა გააკეთოს, ან უფრო ნაკლებში. და ამ ყველაფერს განახებს. ოკეი, დაი, წავედით. ესე იგი მეგობრებო, დღევანდელი თან ჩელენჯი მთავარი იქნება კრეატიულობა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორც ხედავთ სახლის პირობებში და სახში რა ნივთებსაც ნახავთ, იმათ გამოყენებით უნდა შევძლოთ თანთების გაკეთება. და პირველი რაც თვალში მოხვდა იყო ეს პამიდორი. ეხლა ავიღებთ ამ პამიდორს, ჯუბავთ რომ ხვდები რას ვაკეთებ. ჩიჟბიჟის. არა, ერთ სიტყვით მე ამ პამიდორს დავდებ აი აქ. ისე რომ მანძილი მანქანასა და პამიდორს შორის იყოს ძალიან ცოტა, როგორც ხედავთ, შეხედეთ. და ამ პამიდორს უნდა შემოვუარო მინიმუმ ერთხელ, ისე რომ მანქანა არ გადავარდეს. გავასწოროთ. შენ დაზღვეული ყავს ეს მანქანა? დაზღვეული ყავს, ნამდვილად Racing Georgia. გამოიწერეთ Racing Georgia. აი გაუჩნდე. ჩვენი დრომანდელი სპონსორი არის Racing Georgia, მეგობრებო. ეს მანქანები არის Racing Georgia-დან და მადლობა Racing Georgia-ს. ჯუბა მოხარ მადლობა Racing Georgia-ს. მადლობა Racing Georgia-ს. რა თქმა უნდა, დავარ პირველით და სანდორას წვენი ხო არ გავწიოთ. მოიცა. აქ თავარია დრიფტში ჩავდივარ. ოპა! Oh shit. ბიჭო, ანუ აქ არ უნდა შეგეშინდეს, სამ თავარი არის. ნუ მორ სანდორას პელი უნდა გავწვევთ. დავაი, წავიდე. ოპა, პირველი სტარ გამოგვივიდა. მეორე ფეილი. მეორე ფეილი. მოიცა ეს არ შემოსულობა. კაი, მიდი რა. სტანტი შესრულებულია. მეგობრებო, ერთხელ კი არ დავარტყი, ორჯერ დავარტყი, ამიტომ ჩემთვის ვთვლი რომ ეს მაკმაყოფილებს მესამე სტაზე ეს სტანტი შევასრულე და ეხლა მოდი ვნახოთ რა შემოგთავაზებს ჯუბა. ესე იგი, რადგან პომიდორი ასე იოლად გააკეთე შენ, მოდი მე გავართულებ და კიტრს ავიღებ. ოპა! კიტრი, ბრატ. და რასაპირებ? წესით კიტრით იქნება უფრო რთული და შენ ანუ აქ გვალთან ძალიან პატარა სივრცე გქონდა შემოსავლად და მე შეხედე ანუ რო წამოვალ აი ეს უნდა შევინარჩუნო რა და ასე უნდა ჩავსვო. ოპა, გამირთულა. აი იქნება მაინც გამირთულა. დავაი, მიდი. 1 2 და 3 ოპა, ფარები. არაუშავს. პირველი და ოპა! გადავარჩინეთ. მანქანა დაზღვეულია. მანქანა დაზღვეულია. ეს ლიზინგში. აუ, ერთი წამი. ეს, ანუ ეს არის, ეს უნდა მოვაჭრა.
სო, მოვაჭერით. 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 ბიჭო. ოპა. კიდევ გადმოვარდა მანქანა, მაგრამ რეისიქს ლიზინგი. ადგილზეა, ოპა. ის ფლებოდა? ნიტოება, რატო არ იცოდა? გაჩერეთო. კი, ახლა გავაგებო. ოპა! კიტრის ლეველი დაძლეულია! დაი, ბევრია. ესე იგი როგორ შეგვიდით მეგობრებო, კიტრი. კიტრმა რა თქმა უნდა მოიგო რა. ნუ, არ ვიცი, მოდი, გამსაჯოთ რა, მაყურებელს. კომენტარებში დაგვიწერონ და მაყურებელს ვაცადოთ, მაგრამ მე ცოტა გავიხადე სიცხე არის და ესა რა ქვია, მეგობრებო, თქვენი აზრით ვინ იყო პირველი სტანთის? პირველი სტანთის დაუბრუნდებით. პირველი სტანთის გამარჯვებული ვინ იყო დაგვიწერეთ კომენტარებში და ჩვენ ამასობაში მეორე სტანთზე გადავალთ. ესე იგი ჩემი სტანთია ბრა. თავი მაგრამ გეტყვია ხო მეორეზე გადავდივართ და მე დაიწყე ჩვენ. ესე იგი მეგობრებო გადავდივართ მეორე სტანთზე, ჯუბას უკვე მოფიქრებული აქვს რასაკეთებს და მოდი ახლა თვითონ გვაგვიხსნის და გვანახებს ყველაფერს. წარმოუდგენელი გვაქვს სკამი. ეს ჩვეულებრივი სკამია. მანქანაზე, ან ჩემ მანქანას, რადგან აქვს ძალიან დიდი სიმძლავრე, დანასწროიგებულია. ამიტომ დავამატეთ წონა, მაგრამ ეს წონა საჩვენოდ გამოვიყენეთ. თან ეს არის პატარა კამერა, კადრშიც დაანახე. და ანუ ეს ახალი სტილის ვიდეოებიც წამოვა TikTok-ზე, ესეც ვთქვათ, ბარი. კი. და ანუ ეს ვიდეოებიც იქნება კამერაში რა, ძალიან საინტერესოა. ესე იგი მე მზად ვარ. სტანთი როგორი იქნება? წავალთ, გავუძრებით აქ, შემოვალთ და მე აქედან პირდაპირ გავუძრებით აქ, მე აქ წამოვალთ და გავუძრებით წინ. დავაი ჯუბო, პირველი ცდა. იმიტომ დავაფერეთ რომ წონა რომ დაემატა მანქანას, სხვანაირ მართვა. ზალმერია ბიჭო. აქედან უნდა შეფერდო. ოპა. დაი. ჯუბამ შეასრულა სტანთი ჯუბა. ესე იგი, ჩემი სტანთი მაყოფილი ხარ? მეგობრებო, ასე თუ ისე მაყოფილი ვარ. და ვნახოთ ნიკას და ნიკას კაილანი რა შემოხვალასებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად მარტივი არის ჩემთვის, იმიტომ რომ ნახე, აი, რა უნდა ახლა ამაში გაძრომას. მაგრამ როცა გვაქვს ეს მანქანების მომნელების ეს არ გამხსენები. შეხედეთ ამას? თითქმის მანქანა იტევა ზუსტად, ხელითაც კი ძნელია რომ გაასრიალო. ეხლა ჩვენ ვესწრებით რომ ერთხელ მაინც შევიდეთ დრიფტში აქ და მე ვესწრები რომ კიდევ იქიდანაც შემოვიდე ორივეში ერთად რაც ძალიან ძნელი არის სხვათა შორის. დავიწყოთ. ეგა აუ Opa! Opa! Elemente! Opa! Opa! შესრულებულია? გავაკეთეთ ორი სტანთი და ამ ორი სტანთიდან ეხლა თქვენ გამარჯვებული რომელი იყო? მაგრამ ისე ნუ ის ჩვენი აზრით კიტრის ჩელენჯი რა თქმა უნდა მოიგო კიტრის და პომიდორის ჩელენჯი ჯუბა მოიგო სკამის ჩელენჯი ხო არა ცვლილება კაი იყო სკამის ჩელენჯი მე მოვიგე მარტოში არ თვლი მე ვთვლი ჩვენი აზრით კონკურენტები ხო ერთი არის ხო და მესამე სტანთი მოფიქრებული გქონდა მაგრამ ჯობია რომ მოდი თქვენ გადაწყვეტოთ ამიტომ მესამე სტანთი აირჩიეთ
გადავიღებ და ყველაზე ორიგინალური კომენტარი, რომელიც იქნება და ნუ შესაძლებელი ეგეც ვთქვათ, ახლა რაღაცა იქიდან მეხუთედან გადმოფრინდი და გარაჟში შედი, ეგეთები არა. რაღაცა ისეთ თუ იქნება, გადავიღებთ და მაგით გამოვავლენთ გამარჯვება. აბა ჰე, აბა ხო და მაგას. შევხვდებით კიდე.